თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს სხვა უმაღლესი სასწავლებლების მსგავსად ახალი რექტორი ყავს. გოგი მარგველაშვილი, რომელიც აი ამ შენობაში ახალი სტატუსით სულ რამდენიმე დღეა რაც გამოჩნდა. თანაც ძალიან სერიოზული გეგმებით. ამ გეგმების განსახორციელებლად და ხელისუფლებისთვის ანგარიშის ჩასაბარებლად მას მხოლოდ 2 წელი აქვს. ეს ის სამუშაო ოთახია და ის სავარძელი, რომელსაც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში რექტორი გიგა ლორთქიფანიძე არაერთი წლის განმავლობაში ფლობდა. თუმცა ვარდების სურნელებით შთაგონებული რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა თაობამ იგი სხვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორების მსგავსად არც თუ დიდი ხნის წინ შეცვალა. მოკლედ თანამედროვე რეფორმების შედეგად სავარძელს ახალი მფლობელი გამოუჩნდა და იგი ლორთქიფანიძიდან ახლა უკვე გოგი მარგველაშვილის მიმართულებით გადამისამართდა. რამდენიმე დღის წინ თეატრალურში დამკვიდრებულ გოგი მარგველაშვილს ყოველი შემთხვევისთვის კაბინეტში წითელი ვარდიც მოუტანეს, თუმცა არა ცოცხალი, არამედ ხელოვნური, მაგრამ მაინც წითელი, როგორც რევოლუციის სიმბოლო ბოლოს და ბოლოს, იგი ამ თანამდებობაზე ამავე რევოლუციისა და მისი ავტორების მეშვეობით მოხვდა. მოკლედ ამ კარს ახლა სხვა სახელი და გვარი აწერია. გოგი მარგველაშვილი რექტორის მოვალეობის შემსრულებელია. შემოთავაზებაზე ვარი არ მithქვამს, იმიტომ რომ ჩავთვალე რომ შემიძლია რაღაც გაკეთება. ეს არ არის შემთხვევა, როდესაც დავუშვათ მე მოვედი ჩემთვის უცნობ და უცხო სასწავლებელში. დამხვდა ის, რაც არსებობდა აქამდე და არსებობდა არა დავუშვათ ვინმეს ნებით და სურვილით, არამედ იმ სისტემის გამო, რა სისტემის ასე ვთქვათ პირობებშიც ფუნქციონირებდა ეს ინსტიტუტი აქამდე. ეს ჯერ იყო სოციალიზმი, მშენებლობა, შემდეგ ეს გარდამავალი პერიოდი, რომელიც დღესაც გრძელდება. გოგი მარგველაშვილი ბოლომდე ეთანხმება იმ რეფორმას, რომელიც ვარდის მპყრობელმა ხელისუფლებამ უმაღლესი სასწავლებლების მისამართით განახორციელა. თვლის, რომ ასეთი ცვლილებები ამავე სასწავლებლებში მიმდინარე მოვლენებმა განაპირობეს. მოკლედ ხელისუფლების ერთ-ერთი ახალი ფავორიტი და რაც მთავარია, კანონმორჩილი რექტორი უნივერსიტეტში დიდი ცვლილებებისთვის ემზადება. თავისი წინამორბედისგან სავარაუდოდ არც თუ სასიამოვნო მემკვიდრეობა დარჩა, რომლის გასაუმჯობესებლადაც იგი მზადაა კონსულტაციები უნივერსიტეტის წარმომადგენლებთანაც გამართოს, მათ შორის თეატრალური სტუდენტებიც იგულისხმებიან. იდეა მარტო ერთ ადამიანს ხომ არ აქვს ამ ქვეყნად, არა? გარკვეული და ალბათ ძალიან კარგი და მოში ალბათ პროდუქტიული იდეის მატარებელი შეიძლება სტუდენტიც იყოს ამ უმაღლეს სასწავლებელში. და უნდა გითხრათ, რომ სტუდენტები სხვებზე ნაკლებს არ ხედავენ და სხვებზე ნაკლები არ ესმით და სხვებზე ნაკლებად არ სურთ, რომ დაუშვათ სწავლების პროცესი იყოს კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე ახლა არის და შესაბამისად თუ ისინი აზროვნებენ, შესაბამისად მათ შორის არიან ადამიანები, რომელსაც საკმაოდ კარგი რაციონალური წინადადება შეიძლება კონდეს. მე მზათა ვარ ყოველს მოусმინო, მე მზათა ვარ გავიზიარო სხვისი აზრი, თუ ხედავ, რომ აქ არის რაციონალური მარცვალი. მარგველაშვილის გეგმები აშკარად რადიკალურად გამოიყურება, რაც როგორც წესი ნებისმიერ თანამდებობაზე მოსული ახალი ხელმძღვანელისთვისაა დამახასიათებელი. მოკლედ უნივერსიტეტი, რომელშიც ჯერჯერობით სიმშვიდე შეინიშნება, არ არის გამორიცხული მალე არც თუ მსუბუქი ხმაურის მოწმე გახდეს. ეს კი ახალმა რექტორმაც ძალიან კარგად იცის. პირველი და უმთავრესი საკითხი, როგორც მოსალოდნელია, შტატების შემცირება იქნება. ნომერი პირველი მიზეზი სერიოზული ხმაურისთვის. სხვათა შორის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გოგი მარგველაშვილს უკვე ფანტასტიკურ რექტორად ასახელებენ. ეს კი იმის მიუხედავად, რომ ამ თანამდებობას იგი არც თუ დიდი ხანია ფლობს. განსაზღვრება ფანტასტიკური კი თავისუფლად შეიძლება არა მხოლოდ გულწრფელ შეფასებად, არამედ თავდაცვის მექანიზმადაც მოვიაზროთ. მოკლედ უნივერსიტეტში ალბათ უკვე ბევრმა ზუსტად არც კი იცის დარჩება თუ არა საკუთარ თანამდებობაზე. ახალი რეფორმის გასამართლებლად კი რექტორს სერიოზული არგუმენტები აქვს. ერთ-ერთი კი სტუდენტთა რაოდენობაა, რომელიც ამჟამად ციფრით 1570 განისაზღვრება. წელს ჩვენ იმ კომისიის დასკვნის შედეგად, რომელიც აძლევდა უმაღლესებს ფუნქციონირების უფლებას ან არა. დაწესებული გვაქვს 192 სტუდენტის მიღება. ეს არის როგორც სახელმწიფო სექტორი, ისე ფასიანი სექტორი. ეს ნიშნავს, რომ ეს უკვე არის ორჯერ ნაკლები, ვიდრე შარშან მივიღეთ. მეტის მიღების უფლება არ აქვს. შესაბამისად, მცირდება ჯგუფების რაოდენობა, შესაბამისად, მცირდება ამ ჯგუფებში დასაქმებული პედაგოგების რაოდენობაც და აქ უკვე დგება საკითხი, რომ იმუშავებენ ისინი, ვინც იქნებიან საუკეთესოები, ვიზეც არის მოთხოვნილება და ვისი ჯგუფიდანაც სტუდენტი არ მიდის სხვა ჯგუფში. მოთხოვნების გამკაცრება არის ხარისხისკენ
მოძრაობა ხარისხის ამაღლებისკენ და ხარისხი და დაუშვათ ესეთი საბითუმო რაოდენობა სტუდენტების ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. გოგი მარგველაშვილმა უკვე გაიარა ამავე უნივერსიტეტში არამხოლოდ სტუდენტობის, არამედ ლექტორობის ეტაპიც. მოკლედ ზუსტად იცნობს თეატრალური სტრუქტურას. შესაძლოა ამიტომაც იმასაც აცხადებს, რომ 2 წელიწადში, ანუ მისი რექტორობის ვადის ამოწურვამდე, გეგმები მან ზუსტად 100%-ით უნდა შეასრულოს. ბოლოს და ბოლოს ბუნებით მაქსიმალისტია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ იგი არამხოლოდ თეატრალურ უნივერსიტეტში, არამედ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრშიც მთავარი რეჟისორის თანამდებობაზე საკმაოდ დიდი ხმაურის შედეგად, თანაც ექსტრემალურ პირობებში მოხვდა. თეატრი ის ადგილია, სადაც ტკივილი უფრო მეტია, ვიდრე სიხარული. და იქ სადაც ესეთი ბალანსია, იქ პრობლემები ყოველთვის დიდი. და შენ გამუდმებით გიწევს ამ პრობლემების გადაწყვეტა. გადაწყვეტის გზები არის ყოველთვის სხვადასხვა. ერთი პირობა აუცილებლად დასაცავი. ნაჯახით პრობლემის გადაწყვეტა არ შეიძლება. მოკლედ მუდმივი ქარიშხლის მოლოდინშია, თუმცა თulis რომ სწორედ მის ხელშია იმის გადაწყვეტა, რამდენად მალე გადაივლის ზემოხსენებული ქარიშხალი და რამდენად ნაკლები იქნება მის შედეგად გამოწვეული მსხვერპლი. ასეა თუ ისე მის მმართველობას ჯერჯერობით ექვემდებარება როგორც კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში, ისე კინომსახიობთა თეატრში არსებული სიმშვიდე. ეს კი ალბათ მხოლოდ ქარიშხლის დაწყებამდე. მოკლედ ახალი რექტორი ამ ეტაპზე ზუსტად ზომავს დროს, რომ არც ამ ოთახში შემოსვლა დააგვიანდეს და არც თეატრში რეპეტიციაზე მისვლა. იქიდან გამომდინარე რომ ვარ იმერელი ვახერხებ ჯერჯერობით, მე მგონი ყოველთვის ვახერხებ გარკვეულ მანევრირებას, იმიტომ რომ ეს აუცილებელი თვისებაა ხელმძღვანელისთვის. მანევრირებას მაშინ აქვს აზრი და ის მაშინ არის შედეგიანი, თუ შენს პრინციპს არ ღალატებ. და ადამიანებთან ურთიერთობაში მანევრირება გარდაუვალია. მაშინ როდესაც ხარ ხელმძღვანელი. და ბოლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ახალი რექტორის რეფორმა სავარაუდოდ მალე უნდა შეეხოს. ყოფილი კინოთეატრი სპარტაკი, ანუ ამჟამინდელი დოდო ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი, ამჟამად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ეხლა ის არ ფუნქციონირებს როგორც თეატრი, იმიტომ რომ არანაირი პირობა იქ ამისთვის არ არის და ეხლა საჭირო იქნება უბრალოდ ფინანსების მოძიება. სასწავლო თეატრი არის სასწავლო პროგრამის ნაწილი. აი სასწავლო პროგრამა სრულყოფილი და სრულფასოვანი ვერ იქნება მანამ, სანამ არ იმუშავებს სასწავლო თეატრი, რომელსაც ექნება თავისი რეპერტუარი და სადაც ივლის ჩვეულებრივად მაყურებელი. ამ საკითხზე გოგი მარგველაშვილს ალბათ ისევ ხელისუფლების წრეებში მის მიმართ არსებული კეთილგანწყობა თუ უშველის, რომელსაც ცხადია ფინანსური ნაწილიც უნდა ახლდეს. ალბათ ახალ ლექტორს მინისტრ გიორგი გაბაშვილის შეწუხებაც მოუწევს და არა მხოლოდ მისი. თუმცა როგორც ირკვევა, მას ფინანსების მოძიების საკუთარი ალტერნატიული გზებიც გააჩნია. მოკლედ მარგველაშვილის ისე როგორც სხვა სასწავლებლების რექტორობის მოვალეობის შემსრულებლების ვადა მხოლოდ 2 წელია. სკამი და კეთილგანწყობა უფრო ხანგრძლივი დროით შესანარჩუნებელი, მიზნები კი 100%-ით შესასრულებელი.